მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო და ვნახოთ. ბუმერანგი რა ბრუნდება. ორი ვარიანტი იქნება, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ისეთი პატარა კვერცხი, რა ქვია მას? იცით რაც ქვია? და მეორე ესეთი პატარა კვერცხი. და მოვიწყდა. აიდედა. მე არ ჩამიფიქროთ, რადგანაც მიიღებთ არასწორ ინფორმაციას. ვინც ჩაიფიქრა, მალაკიტი. დამართ. კარგით. ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, საკმაოდ, ასე რომ ვთქვათ, ახალ ეტაპზე არის ცხოვრებისეული, შეიძლება ახალი საქმე და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან კმაყოფილი არის ამ ეტაპზე. მოდი ვნახოთ, რა ბუმერანგი უბრუნდება. ჩაგეტილი და უთავო მდგომარეობაში დაგვიფიქსირდა. არადა მაგის იმედი აქვს ამას სხვათა შორის და ძალიან კმაყოფილიც არის რაღაც გამომული და იძახის, მაგრამ ნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება. ვინ როგორი ბედნიერია ამის ყურებაში, ფსიქოლოგიური აშლილობა. ფიქრობთ, რომ რაღაც წარმატებისკენ წავა, გააკეთებს, მაგრამ გამორიცხული აქ გადადის უარყოფაზე. ეს ადამიანი იქამდე მივა, ღმერთსაც უარყოფს და მაგიასაც და ყველაფერსაც, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მასზე მუშაობენ. ბუმერანგი ის არის, რომ თუ რამე თქვენზე გააკეთა, იმოქმედა ეს თოჯინა, სურათი, რამე გამოიყენა, ნემსი, რავი, 1000 სანთელი რაღაცა. ეს ყველაფერი პირიქით უბრუნდება მას უკან. რა თქმა უნდა, ნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება. რა შეტყობინება, არასასიამოვნო შეტყობინება, აქ აუცილებლად იქნება გარდაცვალება მისთვის ყველაზე ძვირფას და ჭკვიანი ადამიანის. ფარხმალს არ ყრის სხვათა შორის, მაგრამ ძალიან მალე საკუთარი თავის დანახვაც არ ესიამოვნება. გაორებული მდგომარეობა მიფიქსირდება ასევე და ოჯახში პირადის ნგრევა. ჩხუბი, პირადი, ეს არის პირადი მეუღლესთან თუ შეყვარებული ვინც ყავს, სრული ნგრევა, ძალიან დიდი ემოციური დისბალანსი. და გამოსავალს რო ვერ იპოვის, რა თქმა უნდა, შიშები, რა შიშები, ისე გეშინია. ვერ გამოვალ ამ პასუხისმგებლობა ეკისრება ზურგში და ვერ გამოვალ ამ მდგომარეობიდან, თუ რაღაცას ვერ ვიზამ, შიშები პასუხისმგებლობის. ხო, საინტერესოა. ესე გემრიელ ლუკმას კარგავს რაღაც, შეიძლება მეუღლესთან
პასუხისმგებლობა შიშები. ადამიანს, რომელიც იქნება მუდმივ კამათში და დევნაში. დევნა. მე რამდენი ვირთხები ყავს ამ საწოდავს ირკვევით. შიში. ეს იქამდე მივა, საერთოდ შეიძლება ისიც იფიქროს, რავი, ჩამოვიგიდებ ახლა და კისერსო. მე პირველი ვარიანტი ეს იყო, მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ ეს ონიქსი, შავი. ნახოთ რა იქნება ამ ადამიანთან ბუმერანგი. საკმაოდ ესე ვთქვათ, კმაყოფილ პოზიციაზეა და ფიქრობს რა ვქნა, რა გავაკეთო, რაღაც მოაგვარა, შესაძლებელია აქ უკვე ისე რომ არის რაღაცას რომ საუბრობს, აი ეს ასე, ისე, ესეთი პოზიცია აქვს აღებული, თუმცა ეს ყველაფერი კი, მაგრამ სახლში რაღაც ამასაც გაუგებრობა და უშიამოვნება აქვს. რაღაც ესეთი პოზიცია არის, თუ რეზონინდა, უიგე და ეს ეხლა შევამჩნი. და კარგით, ნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება. ოჯახში არის უსიამოვნება, პირადით რატომღაც კმაყოფილია. თითქოს, მაგრამ ამ ადამიანთან სტაბილურად მუშაობს ვიღაც. სტაბილურად. რომ რაღაც დაემართოს კი არა. მაგას გავარკვევ. ნახეთ როგორი რაღაცაა. უმავლის იმედს თითქოს რაღაც უსიამოვნო მომენტში არის. ვერ ვიტყვი რომ ისი თავის დანახვა ადამიანს სიამოვნებს. იცით რა არის, როცა სარკეში იხედებით. მე ახლა აქ უნდა გავაჟღერო, ეს არა აქ არ გავაჟღერებ. საკუთარ თავის დანახვა ადამიანსაც რომ გითხრათ საკუთარი საქმის, საკუთარი გულის ნადების დიდად არ სიამოვნებს, ხო? აქაც არის ეჭვები და შიშები. კარგი ბუმერანგი, წასვლა, გაქცევა, შეფერხება, აკვიატებული აზრები, რაღაც რომ არ უნდა რა ქვია, რომ არ გამოდის. აქაც არის რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პრობლემა. ნახეთ, ცდილობს ადამიანი თითქოს წინ წავიდეს, წარმატებას მიაღწიოს, ამას ძალიან დიდი ნერვიულობის ხარჯზე თუ რაღაც ემოციურობის ხარჯზე გადააქვს ეს ყველაფერი, ამის ეშინია ესე იგი და თითქოს ცდილობს, ხო, აქაც მაგრამ არა, აქ ვერ გამოვა ეს, ვერ გამოვა. ცდილობს, ნახეთ, აქ არის ტალღისებურად, თითქოს მერე შეცდება, რომ რაღაცა გამოვიდეს, არ არის გამორიცხული, ესეც მიმართავს მაგიურ ხრიკებს ეს ადამიანიც, მეორე ვარიანტი, ვინ არ მიმართავს, ხო, მაგრამ არ გამოსდის. აი ვერ ამოდის გარკვეული შესაძლებელია ვალები ისევ დაედოს და ასე ვთქვათ, მეტი აღარ ვიცი რა გავაკეთო. მეტი აღარ ვიცი. მე შეიძლება აქ ეს რაღაც ეკლესია თითქოს ორხელიანი ეკლესიაშიც მიდის და მაგიურადაც არის ხოჯებთანაც დარგეს, ხო, თუ მგენდა.
მაგებთან, მაგრამ შედეგი რა იქნება? შედეგი ფინანსური რღვევა, ძალიან დიდი დანაკარგი ფინანსური. მთლიანად ფიქრის რეჟიმში გადასვლა, უმოქმედობაში გადასვლა. თუმცა მაქსიმალურად ცდილობს, რომ იმას ქნას ამ ადამიანმა რაღაც იპოვოს გამსავალი, მაგრამ ემსხვრევა თავზე. აი, გეუბნები, ტალღისებურად არის. მომენტში კარგად არის, უცებ ცუდად, მერე კიდევ რაღაც ესეთი ხდება აქ. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რაღაცეებით, ხო, ახლა ან სუფთავდება, ან რაღაცებს აკეთებს, ხო, მაგრამ მერე ისევ უკან მიდის, მერე ისევ რაღაცა, ფორთხიალი უფრო დამიფიქსირდა, ვიდრე სტაბილურად რო გითხრათ, რომ სულ ცუდად არის მეორე ვარიანტი, ან რაღაც სულ ასე ნეგატიური რაღაცეები უფიქსირდება, არის კარგი პერიოდებიც, მაგრამ უფრო ძალით. გაორებული მდგომარეობა საბოლოო ჯამში ეს ადამიანი მაინც ჩაკეტილი არის. შეტყობინებას ელოდება, ალბათ რაღაც გაემგზავროს, წავიდეს, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია. აქ ადამიანი ძირითადად რა ვქნა, რა გავაკეთო, მაგრამ ეს ვერ გამოდის, მოდი ასე ვთქვათ, არის იმედგაცრუებული პოზიცია. პირადში არის აქ რამე პირადშიც უსიამოვნო. არა, პირადი რაღაც თავიდან დაფიქსირდა თითქოს, თორე აქ პირადი არ უვითარდება ადამიანს ეთყობა, პირადში ცდილობს განვითარდეს, მაგრამ აქ არ ხდება პირადი განვითარება. რაღაც ესეთი იყო ამ ადამიანთან. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ამას აქვს სახლში, ფინანსები, ოჯახში, რა ვიცი, სახლი მისი არ არის. ვიღაც თითქოს, ასე რომ ვთქვათ, უყურებს მის სახლს. იცი რა, იმდენი ხალხი არის ამის ირგვლივ, რომ ვინ საიდან წაგლიჯოს, წაპუტოს, ეს რაღაც, რა ვიცი, ბუმერანგივით აქვს, უყოლა რო ცდილობს, აი, 8 ფეხასავით, ხო, ესე შემოეჭიდოს საცეცებს, საიდან ვინ შემოძვრება, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს მისი, რა თქმა უნდა, ახლა ახლობლები, ვინ იქნება, ახლა სხვა რა, ვინ არის, ხო? შიშები შეჭამს ამ ადამიანს ყველაფერში და ჩაკეტილობა აქ არა, პირადიც იკეტება, მისი თავით არ სიამოვნებს და შიშები და იჭვები და შორიდან ყურება ვინ როგორ არის და ის კარგად არის, ეს კარგად არის, აქ პირდაპირ ჩაკეტილია ადამიანი. რაღაცებს თითქოს ცდილობს მაინც გააკეთოს, მაგრამ აი როგორ გითხარით, ეს არის მომენტად ცდილობს რაღაცა ვითომა წინ წავიდა თითქოს და სინამდვილეში ისევ იგივე წრეზე ბრუნდება. ოჯახიდან ეხმარება ვიღაც, მაგრამ მაგიითი აკეთებს, მაგიას სიხმარს, მაგრამ არ გამოსდის. იცით რა არის თქვენ? აქ უკვე ჩემი საქმე არის, კი ბატონო. მეორე ვარიანტი სულ ეს იყო. ერთი საბოლოო პოზიცია დამანახე ამ ადამიანის სახე. საბოლოოდ. არა, სრული ნგრევა. სრული ნგრევა. სრული.
ეს თავს ვერაფერს ვერ მომბავს ცხოვრებაში. საერთოდ ცხოვრებაში ვერ მომბავს თავს ვერაფერს. ამას გონია, რომ რაღაცას იზამს და ყველა ხერხს იღე, ყველაფერზე წამსვლელია ეს. ეს მეორე ვარიანტი ყველაფერზე წამსვლელია. მაგრამ არ გამოსდის. ნუ ეს იყო კომენტარებს რა თქმა უნდა გავთიშა ბუმერანგზე.